პროტესტის მეოცე დღეს რუსთაველის გამზირი ისევ არის გადაკეტილი და საავტომობილო გზის მთლიანი მონაკვეთი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში აქვს დაკავებული დემონსტრანტებს, რომლებიც მშვიდობიანად გამოხატავენ პროევროპულ პროტესტს და აყენებენ თავიანთ მოთხოვნებს, რომელთა შორისაც არის სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლება საპატიმრო დაწესებულებებიდან და მათ შორის იმ პირთა საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოქცევა, რომლებიც პასუხისმგებლნი არიან საპროტესტო აქციების დაშლისას. რუსთაველის გამზირზე ცოტა ხნის წინ მარშით რესპუბლიკის მოედნიდან გადმოინაცვლეს ისტორიკოსებმა, რომლებიც შეიკრიბნენ ველოსიპედის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე და მსვლელობით რუსთაველის გამზირის გავლით უკვე მოვიდნენ ცენტრალურ ნაძვისხესთან, იქ გააკეთეს საინფორმაციო განცხადება და განაცხადეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება და ზოგადად ევროპული გზა არის საქართველოს ისტორიული არჩევანი, რომელიც არამხოლოდ კონსტიტუციაში არის დაფიქსირებული 78 მუხლის სახით, არამედ თან სდევს ქვეყნის ყოველწლიურ ცხოვრებას საუკუნეების განმავლობაში და მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს მონოპოლარი, რაც არსებობს წლების და საუკუნეების განმავლობაში, გააგრძელოს ახალმათაობა, მათ შორის რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით და სხვადასხვა მარშის მოწყობით. ამ ფორმით ისინი მიიჩნევენ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და სუვერენიტეტის ბრძოლას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ასევე აქ შეკრებილები, რომელთა შორისაც არიან, როგორც გითხარით, ისტორიკოსები, ასევე მკვლევრები, დარგის ექსპერტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საუბრობენ იმ გზავნილებზე, რომელიც ხშირად ისმის გარკვეული საზოგადოებრივი ჯგუფებისგან, მათ შორის ცალკეული პოლიტიკოსებისგან და აცხადებენ, რომ ევროკავშირს არაფერი აქვს საერთო ენის, მამულის და სარწმუნოების წარქმევასთან და ეს ნარატივი არის მცდარი მათივე შეფასებით. საქართველოსთვის პირველ რიგში ევროკავშირში ინტეგრაცია მნიშვნელოვანია ორი მიზეზის გამო. პირველი ეს არის ჩვენი ისტორიული წარსული და აქ უმეტესობა ისტორიკოსები ვართ შეკრებილი, მათ შორის უახლესი ისტორიის სპეციალისტები და პირველ რიგში ვსაუბრობთ 1918-21 წლების ისტორიაზე, როდესაც ჩვენი სახელმწიფო ნამდვილად იყო ჩვენი პირველი რესპუბლიკა დემოკრატიული და ჭეშმარიტად ევროპული ღირებულებების მქონე. მეორე ჩვენთვის აუცილებლობაა ევროკავშირში გაწევრიანება, იმიტომ რომ მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანება შეუძლია საქართველოს იხსნას იმ აგრესიისგან, რომელიც მუდმივად მომდინარეობს ჩვენი ჩრდილოელი ეგრეთ წოდებული მეზობლის მხრიდან. აქ ისტორიკოსები შევიკრიბეთ, იმიტომ რომ ვითხოვთ ორ მთავარ რამეს, იმას, რასაც ითხოვენ ზოგადად ამ პროტესტის მონაწილეები. პირველ რიგში ახალ არჩევნებს, რათა ქართული ხალხის ნება აისახოს სამართლიან გარემოში, გამჭვირვალე გარემოში ჩატარებული არჩევნების შედეგად და მეორე რეჟიმის ტყვეები უნდა გათავისუფლდნენ აუცილებლად. მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეხლა არის გახსნილი ერთგვარი შეძლებლობის ფანჯარა, რომელიც პატარა სახელმწიფოებისათვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ეს ფანჯრები ყოველთვის არ არის ღია. აი ეხლა არის სწორედ ღია და აი ამ პერიოდში ჩვენ თუ ვერ გამოვიყენებთ ამ შანსს, შემდეგ როდის გაიხსნება, როდის გვექნება ამის შესაძლებლობა, ეს წინასწარ ამას ჩვენ ვერ ვიტყვით. აქედან გამომდინარე ორმაგად მტკივნეულია ირაკლი კობახიძის მიერ და ქართული ოცნების მიერ მიღებული გადაწყვეტილება აი ამ პროცესის შეჩერების შესახებ და სწორედ ამიტომ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, მათ შორის ისტორიკოსები უკვე 20 დღეა ვაპროტესტებთ და გავაპროტესტებთ იქამდე, სანამ ისევ იმ გზაზე არ დაუბრუნდებით. ყველაზე მეტად ეს საბჭოთა პერიოდის გააზრება და ხელადლა როგორ მუშაობდა საბჭოთა ხელისუფლება, რა მეთოდებით, რომ ნამდვილად დაწესდება დემოკრატიული სამოქალაქო ერი. და მე მგონი ეს არის ეს პერიოდი ზუსტად რაც დადგება ეხლა. 30 წლის მეორე დამოუკიდებლობის მერე, ეს რომ ახალი თაობა შემოსული არის. დაინახეს ძალიან ბევრი ევროპაში, საზღვარგარეთ და სხვანაირად იყვნენ გაზრდილები და ეხლა იბრძვიან თავის ღირებულებებზე და მე მგონი ეს ზუსტად ღირებულებების ბრძოლა. საბჭოთა კავშირში ცხოვრების პერიოდში მახსოვს როგორ ვიდექით ვაპროტესტებდით რას, რომ გვინდოდა თავისუფლება, დემოკრატია, ხო წინსვლა ალბათ ევროპასთან ინტეგრაციაზე მაშინ ესე ღიად არ იყო საუბარი, მაგრამ ევროპასთანაც გვინდოდა რომ ერთად ყოფილიყავით და ვერ წარმოვიდგენდი რომ ამდენი ხნის შემდეგ დამოუკიდებელ საქართველოში უკვე მომიწევდა ხელახლა ამ დიდ ფასეულობებისთვის ბრძოლა და სვლელობებში და მიტინგებში მონაწილეობის მიღება და ისტორიკოსებზე უკეთესად არავინ არ იცის
თუ რა შეიძლება მოიტანოს აი ესეთმა გაჯიუტებამ მთავრობებისა, ხელისუფლებებისა, იმიტომ რომ პირიქით, ნაცვლად იმისა, რომ ისინი იყვნენ მოსურნენი ხალხის ნება განახორციელონ და ხელი შეუწყონ ევროინტეგრაციას, არ შეიძლება რომ წავიდნენ წინააღმდეგი, იმიტომ რომ ხალხის ძალა არის ისეთი ძლიერი ძალა, რომელიც ნებისმიერ ძალაუფლებას მაინც დაამარცხებს თუ ის სწორად არ იქცევა. ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან პირველი 1000 წლეულიდან დაუკავშირდა ჩვენი ქვეყანა ევროპას და მას მერე ის წარმოადგენს ამ ევროპის ნაწილს თავისი ქრისტიანობით, თავის ტრადიციებით, ღირებულებებით და ასე შემდეგ. ეს იყო უკანასკნელი ბასტიონი სხვა ცივილიზაციებთან ერთად ევროპისა და ასე შემდეგ და დღეს დადგა ისეთი დრო, როდესაც გადაწყვიტა ხელისუფლებამ, რომ ჩვენ ჩამოგვაშორონ ამ გზას და გაგვიყენონ ესე იგი რუსეთს. ესე იგი გამოდის, რომ ჩოლოყაშვილი ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ესენი იყვნენ მოღალატეები, 9 აპრილის დაღუპულებიც ტყილა დაიხოცნენ და ესე იგი ამ მთავრობის წარმომადგენლები და ხელისუფლების წარმომადგენლები ეს უდიპლომო სასიძოები არიან თურმე პატრიოტები და დემონსტრანტების შეფასებით დაუშვებელია ქვეყნის ევროინტეგრაციის გზის შეფერხება. ისინი ამ ნაბიჯს ქართული ოცნებისა აფასებენ როგორც კონსტიტუციის 78 მუხლის დარღვევას, ასევე საქართველოს მოქალაქეების ნების უგულებელყოფას. სწორედ ამ მიზეზით იკრიბებიან, როგორც უკვე იცით, მე-20 დღეა საპროტესტო აქციებზე თბილისისა და ქვეყნის სხვადასხვა რაიონში, ქალაქში აქციის მონაწილეები და საკუთარ პროტესტს გამოხატავენ. რაც შეეხება უშუალოდ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას, ვთხოვ ახლა ოპერატორის კადრში გაჩვენოთ, რა ვითარებაა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. მთავარი გზავნილები, რაც არის ამ საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, არის გამოკრული საახალწლო ნაძვის ხის მიმდებარე ტერიტორიაზე, დამცავ ჯებირებზე, სადაც სხვა სფეროს წარმომადგენლები რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ. რაც შეეხება უშუალოდ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების მობილიზებას, ახლა ხედავთ კადრში ჭიჭინაძის ქუჩას, სადაც საპატრულო პოლიციის მხოლოდ ერთი ეკიპაჟი არის განლაგებული ქუჩის ბოლოში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, როგორც წესი ეს ასეთ სურათს ჩვენ ვადევნებთ ბოლო დღეების განმავლობაში თვალყურს. მსგავსი სიტუაცია არის ასევე 9 აპრილისა და ქუჩაზე და თავისუფლების მოედანზე. არ გამოჩენილ აქ საპატრულო პოლიციის გარდა ძალოვანი სტრუქტურების სხვა წარმომადგენლები. ბოლოს ჩვენ როდესაც ვიხილეთ კრიმინალური პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, ეს იყო 14 დეკემბერს, როდესაც პარლამენტის შენობის შიგნით მიმდინარეობდა პრეზიდენტის არჩევნები და პარლამენტის გარეთ მიმდინარეობდა პარალელურად საპროტესტო აქცია. დღის განმავლობაში არაერთი მარში გაიმართა ასევე თბილისის სხვადასხვა წერტილში და საბოლოოდ საღამოს მარშებმა უფრო ძირითადად განათლების სფეროს წარმომადგენლებმა, საუნივერსიტეტო საზოგადოებამ და ასევე როგორც იცით და როგორც უკვე გითხარით ისტორიკოსთა მარშმა თავი მოიყარა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ მოქალაქეები კვლავ არიან საქართველოს და ევროკავშირის დროშებით, ასევე ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოს უკრაინის სახელმწიფო დროშით არიან მოსულები სხვადასხვა საპროტესტო ბანერით და მთავარი გზავნილებით, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების სამართლიან გარემოში და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ ის პირები, რომლებიც დააკავეს საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას.